მეგობრებო, შეამჩნევდით ალბათ რომ მე თმას აღარ ვიპარსავ და არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ გეტყვით რა, ეს არის პროტესტის ნიშნად. მე თმას არ გადავიპარსავ, მანამ სანამ სიმართლე არ დამტკიცდება და არ გამომჟღავნდება, იმიტომ რომ ეხლა ცოტა ოჯახურ თემას ვეხები. 6 წლის წინ დაიჭირეს ბიძა ჩემი. და აი ამ დაჭერაზე იმდენი ინერვიულა რომ შემდეგ ციხეში თავი მოიკლა რა. და დღეს ეგ არ ეყოთ ამ სისხლის მსმელ FBI-ს და დღეს არა ერთი კვირის წინ გამოუქვეყნეს პირადი მიმოწერები კიდე. არა და შეხედეთ რა, უბრალოდ გაჩვენებთ ბიძა ჩემს. ზოგი შეიძლება ჯეფრი ეპსტინად იცნობდეთ, მაგრამ მე ძია ჯეფის ვეძახდი რა. შეხედეთ. ეს არის ჩემ დაბადების დღეზე გადაღებული, როცა 12 წლის გავხდი. წამიყვანა ძია ჯეფიმ კუნძული ქონდა, რაღაც პატარა კუნძული ქონდა რა, ნაყიდი ეხა თავის დაბერდა და მანამდე ცხოვრობდა ბინაში. და რო დაბერდა ჩემიო პატარა კუნძული მინდაო, რომ ჩემ კუთხე კუნჭულს მოუვარო, რაღაცა იქ პომიდორი დავთესო, იქ ბავშვები ვჭამო, იქ ადამიანების ტრაფიკინგს ვწიო ხელიო და ვცადო მოკლეთო რა, ჩვეულებრივად. შეხედეთ. ესეც ჩემი ძაღლია. ბომბორა ქვია. ნახე ბომბორას როგორ ეთამაშება. ძალიან საყვარელი კაცი იყო ძია ჯეფი. და ეხლა FBI-მ გამოუქვეყნა ყველა ფაილი და მიმოწერები. კაცი იქნებ რას წერს. ხო და მოკლედ განვიხილოთ რა ეს ყველაფერი. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგ ეპიზოდში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და დღეს განვიხილავთ ამერიკაში ყველაზე ხმაურიან მოვლენას საქართველოში. ვინც აბსოლუტურად აზრზე არ ხართ, მოდით შესავალს გავაკეთებ 1 წუთიანს. მოკლედ ბატონი ჯეფი ძია იყო კაცი, რომელიც იყო მათემატიკოსი, ბუღალტერი და აქციებით მოვაჭრე. ეს ოფიციალურად რა, CV-ს რო ავსებდე, მაგ სამს ჩაწერდი თუ ჯეფრი ეპსტინი ხარ. მაგრამ არაფერი არსებობს ამის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ადამიანი ან მართლა მათემატიკოსი იყო, ან მართლა ბუღალტერი იყო და რაღაც სერიოზულ საქმეებს უძღვებოდა, ან მართლა ის იყო აქციებით მოვაჭრე. თუმცა ადამიანმა როგორღაც გამოიმუშავა მილიარდები. ადამიანმა როგორღაც იყიდა აბსოლუტურად ყველაფერი რის იყიდვაც შეიძლება რა. კუნძული ქონდა და всё დავასრულოთ ხო აქ საუბარი. თვითმფრინავები და როლს-როისები და რამეები არ გვინდა ამის განხილვა. ხო და მოკლედ ამ კუნძულზე ეპატიჟებოდა ხალხს, გამოჩენილ ადამიანებს ასევე, ყველასთან კონტაქტობდა რა, ყველასთან ინჭერდა მეგობრულ ურთიერთობას, ყველას პატიჟებდა. შემდეგ იქ მიდიოდა წვეულებები, რომელ წვეულებებზეც შემდეგ ამ გამოჩენილ ადამიანებს უგროვებდა კომპრომატებს და შემდეგ აშანტაჟებდა. ამით იშოვა მილიარდები. კაცი იყო ბიზნესმენი. და ეხა FBI ებრძვის. სხვათა შორის მეგობრებო, FBI-ის დირექტორმა განაცხადა, მოდი ამ ვიდეოს გაჩვენებთ, იმიტომ რომ ვინც ამ ჩემ ვიდეოს უყურებთ, FBI-ის დირექტორზე მეტი ინფორმაცია გექნებათ უკვე, რადგან FBI-ის დირექტორმა ეს განაცხადა. I'm going to run out of time. You've seen most of the files. Who, if anyone... მოდით უსებ გადავთარგმნი. მოკლედ, FBI-ის დირექტორი წარსდგა კონგრესის წინაშე ზუსტად ამ ფაილებზე რა და ერთ-ერთი კონგრესმენი ეკითხება, რომ თქვენო ყველა ფაილი ხო ნანახი გაქვთო, ეხლა FBI-ის დირექტორი ხართო და იასნია ყველაფერი ნანახი გაქვთო და ვისთვის მიყავდაო ეს ახალგაზრდა გოგოები ჯეფრი ეპსტინსო ამ კუნძულზე. და ადამიანი იძახის, რომ საკუთარი თავის გარდაო ვინმე რო ყოფილიყო, მეო ამ ყველაფერსო გუშინვე გამოვაქვეყნებდიო კაცო. ეს ვიდეო ჩაწერილია მეგობრებო 4 თვის წინ. FBI-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საიდუმლო სამსახურის დირექტორი გვეუბნება ამას ხალხს, რომ
თუ ვინმე სხვაც ნახსენებიაო, კაცო, მეო ამ ფაილებსო იასნია გამოვაქვეყნებო. გადის 3.5 თვე ამ ვიდეოდან, FBI-ის დირექტორის ამ ვიდეოდან და ქვეყნდება ფაილები. და მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლომდე ჯერ არ არის გამოქვეყნებული ფაილები. უბრალოდ დავიწყოთ იმეილების კითხვა. ჯეფრი ეპსტინი წერს: სად ხარ? კარგად ხარ? წამების ვიდეო მომეწონა. ანუ აქ ადამიანი გულისხმობს ფილმზე საუბრობენ ხალხო. ანუ ფილმში იყო რაღაც წამების კადრი და ეგ წამების კადრი მოეწონა ბატონ ჯეფრის და შემდეგ ის ადამიანი პასუხობს, რომ ჩინეთში ვარო და ჩამოვალო მალეო რა. შემდეგი სკრინი. ესეც ვიღაც წერს ბატონ ჯეფრიძიას. მადლობა გუშინდელი ღამისთვის. შენი ყველაზე პატარა გოგონა ცოტა ცელქი იყო. და ჯეფრიძია პასუხობს. Great. მაგარიაო. აქ პატარა გოგონაში რა თქმა უნდა იგულისხმება მეგობრებო სიმაღლე. ძია ჯეფრის არანაირი შეხება არ ქონია პატარა ასაკის გოგოებთან. დიახ, მესმის რომ 2008-ში გასამართლებული იყო უკვე ერთხელ იმის გამო რომ ჩართო ახალგაზრდა 18 წლამდე გოგოები პროსტიტუციაში და მათზე ძალადობდა. დიახ, მესმის. დიახ, მესმის რომ 2019-შიც იგივე მიზეზით დაიჭირეს. მესმის, მაგრამ ამ იმეილში მიდის სიმაღლეზე საუბარი. ასე რომ ძია ჯეფრის ნურაფერს დააბრალებთ. შემდეგ ერთ-ერთი ბატონი წერს ძია ჯეფრის ლოვეს, რომ ქალბატონო ჯიზლეინ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი არაჩვეულებრივი სტუმართ მოყვარეობისთვის. ჯიზლეინი ქართველია, იმიტომ რომ ქართველები გამოურჩევთ სტუმართ მოყვარეობით. ძალიან დიდი ბოდიში რომ ამდენი განერვიულეთ და გავაფუჭეთ დღე. ძალიან მიხარია რომ არავინ მოვკალი. ჩემი ცხოვრების ხედვა აბსოლუტურად შეიცვალა. ბევრი სიყვარულით მარტინი. ეხლა ამ იმეილში რა იგულისხმება მეგობრებო? ის რომ, დიდი მადლობაო რომ კარგად მიმიღეთო, შემდეგ ძალიან დიდი ბოდიში რომ ამდენი განერვიულეთ და გავაფუჭეთ დღე. ძალიან მიხარია რომ არავინ მოვკალი. დღე რითი გააფუჭა ბატონმა მარტინმა. ანუ ბატონმა მარტინმა გამოიძახა შაურმები, ყველას შეპირდა რომ მე გიყიდითო და აერია ყველას უნდა უწიწაკო და ამან მარტინმა ყველას წიწაკიანი შეუკვეთა. ყველასთვის. და ანუ ხალხმა რო გასინჯა და ეს ცხარე რომ მოხვდათ, დაახეთქეს რა და ანუ მაგაზე უხდის ბოდიშს რომ მაგიტომ გიხდიო ბოდიშს რომ დღე გავაფუჭეო და შემდეგ რო წერია რომ ძალიან მიხარია რომ არავინ მომიკლავსო, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ვიღაცა პატარა გოგო ყავდა და ანუ სექსით იყო მასთან დაკავებული, უხეში სექსით რო კინაღა მოკლა შეიძლება და ხალხი ანერვიულა რომ ბიჭო მართლა არ მოკლაო ეგო. ეს არაფერ შუაშია. აქ იგულისხმება რომ არ მოკლა კურიერი, რომელმაც შაურმები მოიტანა, რადგან კურიერმა დააგვიანა 10 წუთით. ასე რომ ბატონ ჯეფი ჯერჯერობით ძია ჯეფრი ჯერჯერობით მართალია ისევ. გადავიდეთ მეგობრებო ახლა შეთქმულების თეორიაზე, რომელიც გულისხმობს საჭმელების სახელების გამოყენებას ნაცვლად იმისა რომ თქვან რომ მოდი დღეს ადამიანის ხორცი არ ვჭამოთ, არ დაუკლათ ეს ბავშვი. ვიღაც წერს ბატონ ჯეფს. ფრანცის ხვალ აქვს დრო რომ მოვიდეს და გვაჩვენოს როგორ კეთდება ჯერკი. ჯერკი არის გამხმარი, რო წარმოვიდგინოთ ჩიფსები, ჩვეულებრივი კარტოფილის ჩიფსი რო წარმოვიდგინოთ, ოღონდ იმისი ძროხის ხორცის რა. ხორცის ჩიფსები ჩვეულებრივი გამხმარი გამომშრალი. ის ასევე მოიტანს ახალი ჯერკის რეცეპტს რესტორნიდან და მოკითხვა გადმოგცათ ყველას. ის ახლა მუშაობს რესტორანში, რომელსაც ქვია
კანიბალი და მზარეულები. ძროხის ჯერკი და სტეიკი. ხვალ 3 საათამდე აქვს დრო თუ გაწყობთ. კანიბალი და მზარეულები. ნუ დაგუგლავთ, მე უკვე დავგუგლე, არ არსებობს ესეთ რესტორანი, რა თქმა უნდა და რატო დავგუგლე, რა ვიცი, ვინ დაარქმევდა კანიბალს საკუთარ რესტორანს, ხო? არ ვიცი ამაში რა იგულისხმება, მაგრამ ჯერკი დავიმახსოვროთ მოკლედ. შემდეგი იმეილი. ბატონი ფრენსისი არის შეფი. ფრენსისი წერს ვიღაცას. უბრალოდ მინდოდა შევხებოდი ჯერკის საკითხს. ჯეფრი ეპსტინმა თქვა, რომ უნდა დაიწყოს რეგულარული საჭმლის ჭამა. ასე რომ ეცდება ნაკლები ჯერკი ჭამოს. ჯერკი ჩვეულებრივი საჭმელია, ანუ რეგულარული და ძროხის ხორცი რითი განსხვავდება? ანუ რეგულარულში რა იგულისხმება? რომ ანუ ვანებებ თავს ძროხის ხორცის ჭამას, რომ ნორმალური საჭმელი ვჭამო? ესე ვინ იძახის ხო საერთოდ? მესმის რომ თქვა, რომ მაკდონალდსებს თავს ვანებებ და ჯანსაღად ვიწყებ კვებას. მესმის რომ თქვა, რომ რა ვიცი, ზეთის გამოყენებას ვანებებ თავს და რაღაცა კარაქის გამოყენებას ვიწყებ, მაგრამ ძროხის ხორცის ჭამას თავს ვანებებ და რეგულარული საჭმლის გამოყენებას ვაპირებ. ეს უკვე საეჭვოა. ამის მიუხედავად, მას 6 პაკეტი აქვს სარდაფში, საყინულეში. რატომ აქვს პაკეტებში, რატომ აქვს საყინულეში, როდესაც აბსოლუტურად არ საჭიროებს ეს საჭმელი საყინულეს? ეგ იცის მხოლოდ მოსადმა. მეგობრებო, მოსადი არის ისრაელის სადაზვერვო სააგენტო, ეს ვინც არ იცით. და ჯეფრი ეპსტინი მე მაგას არ ვიძახი, სხვები იძახიან, რომ მოსადის წევრი იყო, ყველაზე ელიტური. შემდეგ ჯერა რომ მისთვის საკმარისი იქნება, რომ გაქაჩოს. ეს წერია რა. ანუ გაქაჩოს სადამდე, ან გაქაჩვა რაში გჭირდება, ბიჭო, მართლა, არ ვიცი მე, მაგდენად დამოკიდებულია ვინმე ადამიანი იმაზე, beef jerky-ზე, რომ გაქაჩვა მიწევს რა, გადავინაწილებ ამას, რომ გავქაჩო რა. მაგდენად დამოკიდებულები ვართ ვინმე რამე საჭმელზე ზოგადად, რომ ვყინავთ, ვინახავთ, რომ შემდეგ პარტიამდე უნდა გავქაჩო. თუ მართლა beef jerky-ა, გაქაჩვა რა საჭიროა? მაღაზიაში რატო არ წავალთ და რატო არ ვიყიდით? საქართველოსიც იყიდება სხვათა შორის. ვინმე რო თქვათ, რომ ეს ბატი-ბუტიკი მაქვს, ეხლა 6 შეფუთვა, მაგრამ გავქაჩავ რა, მოკლედ შემდეგი შეფუთვის ჩამოსვლამდე. წავალ და ვიყიდი მაღაზიაში, ხო? ხო. გავაგრძელოთ. გამარჯობა ფრენსის. კონდა თუ არა შესაძლებლობა, რომ ცოტა მეტი ჯერკი გაგეკეთებინა, რაც დაბრუნდი. ჩვენ თითქმის გვითავდება და იქნებ გამოაგზავნო FedEx-ით. შენ გაბრალებ ჩემი ვეგეტარიანული დიეტის დარღვევას, რომელსაც 6 წელი ვიცავდი. რა საყვარლები არიან, ბიჭო, ანუ ესენი საუბრობენ ალბათ ბავშვის ხორცის ჭამაზე, მართლა ჯერა 100% ჯერა, რომ ადამიანები საუბრობენ ბავშვების ხორცის ჭამაზე. მაგრამ რა საყვარლები არიან, ხო? ანუ რო შევტკავო მე, რომ ბიჭო, ვეგეტარიანელი ვიყავი და სანამ შენ ის ბავშვის ხორცი არ მოიტანე გაყინული და თხლად დაჭრილი, მანამდე არ დამირღვევია. 6 წელი ადამიანი ვეგეტარიანელი იყო და დაარღვია ვეგეტარიანელობა ძროხის ხორცის ჯერკის გამო? მე რო 6 წელი კარტოფილს არ ვჭამდე და მაღაზიაში ვნახო, რომ chips lacy და დავარღვიო? 6 წელი გაძლება? იმდენად კარგი ხორცი იყო, რომ ადამიანს მოუწია დარღვევა. აქ ნუ მკითხავთ ვინ ადამიანს და შემდეგ მეც არ ვიცი, მეგობრებო, ყველაფერი დაფარულია, რადგან FBI იცავს ამათ რა, პედოფილებს. თვითონ კი გეუბნებიან და გვეუბნებიან ხალხს, რომ ჩვენ ვიცავთ ემას დაზარალებულებს რადაც ვაჭერდებათ. დაზარალებულების მშობლებმა არიციან, ვინც არის დაზარალებული, დაზარალებულების დაქალებმა არიციან, ვინც არის დაზარალებული. თუ ანუ
12 წლის გოგოს იტაცებენ უცებ სახელიდან, მერე ბრუნდება 15 წელში, როცა ჯეფრი ეპსტინს იჭერენ, ბრუნდება სახლში ეს 12 წლის დაკარგული გოგო და სად იყავი, ცოცხალი ხარ? კი, იქ ვიყავი კაცო, სიგარეტზე ვიყავი გასული, ბრო. სიღნაღში ვიყავი, იცი რა მაგარი ქალაქია? სიყვარულის ქალაქი. ეგრეა, ასე რომ დაზარალებულების დაცვას, რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს. ახლობლებმა ისედაც იციან ყველაფერი, ხო? ესენი იცავენ, ანუ სახელები დამალული რაც არის, ეგ არის პედოფილების სახელები, რო იცოდეთ. შემდეგი. გამარჯობა. ერთი beef jerky არის 71-ზე. 71 ალბათ ნიუ-იორკის ქუჩა იგულისხმება. გთხოვ აიღე და ასევე ვიღაცას აქვს მეტი თავისთან სახლში. გთხოვ მისგანაც აიღე და ყველაფერი წამოიღე. ვთვლი რომ ცივ ინსულირებულ ჩანთაში უნდა იყოს, არა? ინსულირებული ჩანთა, ანუ ისა რა, გლოუს და ვოლტს რაც დააქვს უკან, მოკლედ ფოლგებით და რამე, რომ არ გაცივდეს რა. კი, ან არ გაცივდეს, ან არ გათბეს. ანუ მაგას გულისხმობს, რომ ანუ ცივად უნდა წამოიღო ყველაფერიო და ეგეთ ჩანთაში ჩადოო, რომ აი სიცივე არ გამოვიდესო. ამას იძახიან გამხმარ ხორცზე. ეს ადამიანი პასუხობს ამას, კარინა შულიაკს. პატარა ინსულირებული ჩანთა მშვენივრად გამოდგება. ძალიან გიჟური რაოდენობის ყინული არაო, საჭიროა რა. ერთი ეყოფაო. ერთი, არ ვიცი რა იგულისხმება რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან გიჟური ისა, ანუ მოკლედ, ვინც გამოუცდელია, იფიქრებს, რომ ძალიან ბევრი ყინულია საჭირო და ეს გამოცდილი წერს, რომ მესმის რომ შენ ეგრე იფიქრებო, მაგრამ ერთი ყინულის ჩანთა ეყოფაო რა. ძროხის გამხმარ ხორცს, მეგობრებო, ძროხის გამხმარ ჩიფსებს. შემდეგი სკრინი ამომიგდო ეხა ჯეფრი ეპსტინის თანამესაკნის. მოკლედ ჯეფრი ხო დაიჭირეს 2008-ში პატარა ბავშვების გაუპატიურების და მათი სექსუალური ტრაფიკინგის სქემაში ჩართვის გამო. ხო გამოუშვეს ერთ წელში, რადგან ნუ ეხა კარგად იქცეოდა და ერთ წელში გამოუშვეს. შემდეგ 2019-ში კიდე ხო დაიჭირეს და რო დაიჭირეს საკანში მოიკლა მან თავი. უბრალოდ მისი მესაკნე იყო ეს ადამიანი. აი ეს. და კამერები ეყენა 24 საათიანი ჩართული ბატონ ჯეფრის, რომ ანუ ეკონტროლებინათ, რადგან მნიშვნელოვანი დამნაშავე იყო, რა თქმა უნდა, ყოველ წამს აკონტროლებდნენ. და მოკლედ ესე დაემთხვა, რომ კამერები გაითიშა დაახლოებით 5 წუთით, ანუ რაღაც ხარვეზი მოხდა, აბსოლუტურად მთელ ციხეში კამერები გაითიშა და აი კამერები რო ჩაირთო, ანუ დაცვები შეუვარდნენ ჯეფრი ძიას საკანში და ჯეფრი ძია დახვდათ მკვდარი, ანუ თავი მოიკლა. თუმცა აი ეს იყო მისი მესაკნე. მაგრამ ჯეფრი ძიამ ანუ თავისით მოკლედ ჩამოიხრჩო თავი და იმდენად ძლიერად ჩამოიხრჩო თავი, რომ ანუ კისერი მთლიანად გადამტრეული ქონდა რა.